თეატრის სცენაზე ისტორია იბადება. ისტორია იმ სამყაროს შესახებ, სადაც სინათლე თითქმის ჩაქრა და მხოლოდ ბავშვური სითბო უნარჩუნებს სამყაროს იმედის ნაპერწკალს. სპექტაკლის სახელწოდებით Silent Row მოზარდების და პროფესიონალი მსახიობების საშუალებით გვიყვება ამბავს თავისუფლებასა და სიმართლეზე. ძალებზე, რომლებსაც ვერავინ დაამარცხებს. ეს არის ისტორია იმედზე, რომელიც ყველაზე დიდ სიბნელეშიც კი არ ქრება. იქასulis დრო მოვიდა. უნდა შევცვალოთ ყველაფერი. ძალიან მომეწონა ისტორია, რომელიც ვითარდება პიესის ირგვლივ, რომელიც ეძღვნება მთლიანად ადამიანს, თავისუფლებას და ამ უფლების მოპოვებას. და ძალიან საინტერესო იყო, როდესაც პატარა თაობასთან გიწევს ამ თემებთან ურთიერთობა და ჩვენი თაობა და მათი თაობა რაღაცნაირად შევხვდეთ და რამდენად დავაკავშირებდით, რამდენად ვიპოვიდით აი იმ საერთოს გვესმის, საერთოდ რა არის თავისუფლება, გვესმის, აი როგორ არის, რომ აი ამ მარწუხებიდან შეძლებთ თუ არა გათავისუფლდე და მოიპოვო ის უფლება, რომელიც უპირობოდ მნიშვნელოვანია. ძალიან გამიხარდა, რომ ამ თაობამ მოახერხა რაღაცნაირად ის ადვილად და ძალიან საინტერესოდ ამ ყველაფრის მიღება. ეს ჩემი ძალაუფლების დამხობის. ამ ისტორიას არ ყავს ერთი მთავარი გმირი. აქ ყველა პერსონაჟს თავისი გზა აქვს, თავისი ბრძოლა და თავისი შანსი, რომ შეცვალოს სამყარო. ათასობით წლის წინ დედამიწაზე ცხოვრობდნენ ადამიანები. მათ ეგოიზმისა და გულგრილობის გამო გაანადგურეს მთელი დედამიწა. ისინი გადაიქცნენ ურჩხულებად, რომლებიც ერთმანეთს კლავდნენ. შორეული ლეგენდა ამბობს, რომ დაიბადება არსება, რომელიც სულში შეინარჩუნებს სინათლეს და შეძლებს იმედის ვარსკვლავის ანთებას. ამბავი მოგვითხრობს პატარა ბიჭზე და მის მეგობრებზე, რომლებმაც თავისუფლებისთვის ბრძოლაში აღმოაჩინეს სიმართლე და დაამტკიცეს, რომ სულს ვერავინ დაატყვევებს. მე და დემეტრე ვართ ერთმანეთის დუბლები, ჩვენ თამაშობთ ნოას როლს. რაც შეეხება ნოას პერსონაჟს, იგი ნახულობს სიზმარს, სადაც ხედავს ზედა სამყაროს და ცდილობს, რომ თავის მეგობრებთან ერთად დავიდეს ზედა სამყაროში. ამ მიწისქვეშეთში არის ერთი ძალიან ცუდი ქალაქის თავები არიან, ძალიან ცუდები და ისინი ცდილობენ, რომ ყველაფერი ცუდი მოგვცენ ჩვენ. და ჩვენ ვცდილობთ, რომ ავიდეთ ზევით და ამ ცუდისგან დავიხსნათ თავი. ეს ჩემთვის პირველი გამოცდილება არ არის. ცოტა განსხვავებულია აქ მუშაობა ჩემთვის. ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა მადევს, როგორც მთავარი როლი და ან დუბლი სანდროსი და შესაბამისად ბევრად უფრო მეტი ძალა მართებს, რომ ეს როლი შესაბამისად შევასრულო. მაგრამ მე მგონი თავი კარგად გავართვი. ჩემთვის როგორც მსახიობისთვის ძალიან საინტერესო იყო ბავშვებთან მუშაობა, იმიტომ რომ ახლა ესე როგორც მასწავლებელს მქონია შეხება ბავშვებთან, მაგრამ პარტნიორი სცენაზე მაინც სულ სხვა სამყარო იყო ბავშვებთან ერთად, იმიტომ რომ კიდე სხვანაირად გიწევენ პარტნიორობას და ძალიან სასიამოვნო იყო ეს პროცესები. მე ვთამაშობ ჯადოქარს, ჯადოქარი მეცნიერია, ოღონდ ესე ვთქვათ რა და ეს ჯადოქარი არის ცოტა გიჟი, მაგრამ რამდენადაც გიჟი ჩანს ესე გარედან იმდენად კეთილი არის და იმდენად ეხმარება თუნდაც ამ პატარა ბავშვებს, რომლებიც გარშემო ყავს ესე შემოკრებილი და ნოას, რომელიც არის ამ სპექტაკლის პროტაგონისტი. ეს არის მუსიკალური ამბავი. აქ თითოეული ნოტი გმირების გრძნობებს გამოხატავს, მათ შიშს, სიხარულს, ბრძოლას და გამბედაობას. აქ კომპოზიცია მხოლოდ ფონური მუსიკა არ არის, ის მოქმედი პერსონაჟია. იმდენად საინტერესო იყო, არ ვიცი, მუსიკა როგორ დაიწერა, გააჩნია თემატიკასაც, გააჩნია სიტუაციასაც, გარემოსაც. ფაქტობრივად ამ სიუჟეტმა თვითონ მოიტანა ჰარმონიაც, ინტონაციაც, ბავშვებისთვის კონკრეტულად თითოეული მონაწილისთვის შეიქმნა თითოეული ნომერი და არის გუნდური, ანსამბლური, საგუნდო, ანსამბლური, სოლო ნომრებიც და მე მგონი ძალიან საინტერესო გამოგვივიდა, ამას უფრო მსმენელი განსჯის ალბათ და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენი პირველი, ასე ვთქვათ, ექსპერიმენტი ძალიან გაამართლებს და ვნახოთ რა იქნება. სპექტაკლის რეგიონალური პრემიერა სათავეს ქალაქ რუსთავში 3 მაისს აიღებს, შემდეგ კი მთელ საქართველოს მოივლის.